ფოთის სპორტი გემების მიღებას ვერ ახერხებს. შეფერხება შტორმის შედეგად წარმოიქმნება. სანაპირო ზოლზე დიდი რაოდენობით ქვიშა დაგროვდა, რაც ართულებს სპორტში გემების შესვლას. ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გემების ნაწილი ბათუმის პორტში გადადის. მერაბ წულუკიძე უფრო დეტალურად მოგვიყვება. ბათუმის ნავსადგურში დღეს ჩვეულ რაოდენობაზე მეტი გემი დგას, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ფოთის სპორტში შეფერხება. ნავსადგური ვერ იღებს გემებს, რის გამოც გემების ნაწილი ბათუმში გადმოამისამართეს. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გვითხრეს, ბოლო 7 წლის განმავლობაში ფოთში წელს ყველაზე ძლიერი შტორმი დაფიქსირდა, რის გამოც ნავსადგურის შესასვლელი დაიფარა ქვიშით დაახლოებით 5 მეტრ სიმაღლეზე და ამის გამო ვერცერთი გემი ვერ ახერხებს ნავსადგურში შეღწევას. პარალელურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები პორტის მმართველმა კომპანიამ ამისთვის სპეციალური გემიც კი დაიქირავა რუმინეთიდან, რომელიც მალე ჩავა ფოთის პორტში და ჩაერთვება გაწმენდით სამუშაოებში. იმედოვნებენ, რომ კვირის ბოლოსთვის შეძლებენ ნავსადგურის შესასვლელის გათავისუფლებას. რაც შეეხება ბათუმის სპორტს, აქ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ის გემები, რომლებიც გადმოამისამართეს ფოთის პორტიდან, აქ დამატებით პრობლემებს ვერ შექმნის. სიღრმე საგრძნობლად მოკლებულია, წესით უნდა ყოფილიყო 10.5 მეტრი და ეხლა გვაქვს 6 მეტრი, რაც ფაქტიურად გემების შესვლა-გამოსვლა სერიოზულად აფერხებს და ფაქტიურად გემები ვეღარ შედიან და გამოდიან ფოთის საზღვაო ნავსადგურში. საკმაოდ რთული სიტუაციაა შექმნილი, იმიტომ რომ ტვირთების მოძრაობა საგრძნობლად შეფერხდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არხზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ჩვენ ვარაუდობთ, რომ რამოდენიმე დღეში სიტუაცია დასტაბილურდება. სიტუაცია არის რთული, მაგრამ არა მძიმე, ასე შეაფასა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა დღეს შექმნილი სიტუაცია. მისი განცხადებით, ამ დროისთვის პრობლემები არ არის, თუმცა თუ ფოთის სპორტის შესასვლელის დროული გაწმენდა ვერ მოხერხდა, შესაძლებელია სერიოზული პრობლემები შეიქმნას ტვირთების გადაზვიდვის კუთხით, რადგან ფოთის სპორტში შესული ტვირთები განკუთვნილია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ამიერკავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებისთვის. ბათუმიდან მერაბ წულუკიძე საუბრობდა.